მოგესალმებით, გავნაგრძობ ჩემს საუბარს, ეს 26 ნაწილი იქნება. მინდა საუბარი გავნაგრძო გაზეთი ახალი თაობა არის ეს, ალბათ ხედავთ. ეს არის აგერ თარიღი ჩანს ალბათ. ალბათ ჩანს არ ჩანს მე ვერ ავხედავ. ეს არის 1993 წელი 3 სექტემბერი ნომერი მე-6 გაზეთი არის ეს. რატომ აღნიშნავ ახლა იმას? ეს არის შევარდნაძიდან 92 წლის თებერვალში ჩამოათრიეს ეგ და დაახლოებით წელიწადნახევარი არის გასული მისი ჩამოვლოსვლიდან. აი კიდევ ერთი უჩვეულო იმ დროისთვის სათაური. ალბათ ჩანს იკითხება თუ არა მე კარგად ვხედავ, ცოტა გავაძლევ. მეც არ ვიკითხავ. იმ დროს ეს სათაური იშვიათი იქნებოდა, ალბათ ერთადერთი სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან კიდევ თუნდაც თანამდებობაზე მყოფი პირები ასეთ ინტერვიუებს არ იძლეოდნენ და აი აქ რაც არის სათაურში გამოტანილი წავიკითხავ. ჯონი ლაშქარაშვილის ედუარდ შევარდნაძის ადგილის დაკავება სურს. ამას ვერ გაბედავდნენ და ედუარდ შევარდნაძეს ელაქუცებოდნენ თავის მომავალ კარიერას იკეთებდნენ, ტრამპლის იკეთებდნენ, სწორედ ამ ტრამპლინის მეშვეობით შემდეგ გახდნენ ცნობილი პოლიტიკოსები. ამონარიდებს წავიკითხავ მე ახლა. თუ რას ვწერდი, რას ვამბობ ამ ინტერვიუში. როგორც უკვე წინა ინტერვიუებში აღნიშნე, იმ რომის იმპერიის დროს პარლამენტის ერთი წევრის არ იყოს, პარლამენტის თავის გამოსვლებში, პარლამენტში რომ გამოდიოდა ყოველ გამოსვლაში თავის სიტყვას იწყებდა. კართაგენი უნდა დაინგრესო. ასევე მეც ყოველ გამოსვლებში, ინტერვიუებში აგერ წავიკითხავ და ალბათ იგივე გამეორება მომიხდება. თქვენი შეხედულებები ახლანდელ ხელისუფლებაზე. ეს არის კითხვა. ეხლა შენი პასუხი. მე უარ ვყოფ როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების კანონიერებას. უპირველესად მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი უნდა მიეღო. აღედგინა 1921 წლის კონსტიტუცია და თავი ეცნო მის იურისდიქციაში. 1921 წლის კონსტიტუცია ძალაშია, რომლის შეცვლას გარკვეული მექანიზმი სჭირდება. კიდევ ესე იგი ვიღაცა იტყვის, რომ ისევ 1921 წლის კონსტიტუციას 1918-21 წლების საქართველოს დამოუკიდებლობას მისტირისო. სწორედ რომ მივტირი ვარ. ვეძებ ახლა ხო აქ ვაპირებთ ხო აი კითხვა არის ასეთი, როგორი მექანიზმით
როგორი მექანიზმით აპირებთ სახელმწიფო სათავეში მოსვლას. მე ვპასუხობ, მშვიდობიანი გზით, ურთიერთშეთანხმებით. შევარნაძეს თავის გამოსვლებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, რომელიც იტვირთებს ქვეყნის მეთაურის პოსტს, მე გადავდგებიო. მე ვარ პირი, რომელსაც მსურს მისი კანდიდატურის ჩემით შეცვლა. აი ამას ვიძახდი 1993 წლის სექტემბერში. აი მაგალითად დღევანდელი ცნობილი დღეს რომ ასე ვთქვათ პოლიტიკაში არის რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკოსი ქვია, ვინმეს თუ თქვია ასეთი რამ. მე ვიტყვი რომ პირიქით ისინი შევარნაძეს ელაკუცებოდნენ, შევარნაძის გვერდით იდგნენ და შევარნაძესთან ერთად საქართველოს ანგრევდნენ. და დღეს აი ამ ხალხს საქართველოს მართვაზე, საქართველოს პირველი პირის თუ რაღაც ხელისუფლების რომელიღაც შტოში ყოფნის სურვილი აქვთ. ნუ ამას შემდგომში ვიტყვი და გავიმეორებ. ეს ისე გაკვრითავ თქვი ახლა. შემდეგ კითხვა არის, ვთქვათ დაინიშნეთ სახელმწიფოს მეთაურად. პირველ კვირას ქვეყნის მმართველობის სტრუქტურებში რა ცვლილებებს შეიტანდით? ჩემი პასუხი. უპირველეს ყოვლისა, კადრების დაკომპლექტებას მოახდენდი. ვიხემძღვანელებდი ეროვნულ პატრიოტული ნიშნით. აი შევარნაძის შემდეგ უკვე მე რამდენი ხელისუფლება შეიცვალა და რომელმა ხელისუფლებამ იხემძღვანელა ეროვნულ პატრიოტული ნიშნით. ხოლო მე ამას აღნიშნავ აი აქ. აი ეს გაზეთი არის ჩემი მოწმე. შემდეგი კითხვა, გადავხტები ცოტა შორს, თელ ამას არ წავიკითხავ. მეკითხება ჟურნალისტი, თქვენი ექსპერიმენტის არ გამართლების შემთხვევაში ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? ჩემი პასუხი. მინდა შეგისწოროთ, სიტყვა ექსპერიმენტი არასწორად იხმარეთ. ეს არის გამართლებული გზა, რომელიც დამკვიდრებულია მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბატონი ედუარდი ყველაფერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ნუ მერე დანარჩენი სხვებს ეხებათ, მაგრამ აი ედუარდ შევარნაძეზე შევჩერდები, რომელმაც ყველაფერი რაც მოხდა საქართველოში მისი მმართველობის დროს თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. და რა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი? აგო პასუხი 10,000-ობით ადამიანი დაიღუპა, საქართველოს ტერიტორიები გააჩუქა, გაასხვისა, ხალხი გააღატაკა. ნუ ხლა იმდეს გავნაგზობ, რომ უკვე ნათქვამი არის და გამეორება მომიხდება შევარნაძის ნამოქმედარი და შედეგი სახეზია და ნუ საქმეში ჩახედულმა ადამიანმა, ვინც ცოტა პოლიტიკაში ერკვევა და პოლიტიკაში კი არა, ყველა ოჯახს შეეხო ალბათ მისი აი ეს მმართველობის პერიოდი. ნუ აღარ მინდა ახლა გავნაგზო ეს გაზეთების კითხვა, რადგან ბევრი არის აგერა აი ეს რაც მარტო შევარნაძის პერიოდს ეხება. აი ეს გაზეთები მიჭირავს ახლა ხელში.
რაც მე ვილაპარაკე, ესე იგი, ეს რო კიდე ამონარიდებით რომ წავიკითხო, დიდი დრო შეიძლება დაჭირდეს და ჩემი მსმენელის თუ იმე მისმენს ამჯერად არ მინდა რომ გადავტვირთო ეს ჩემი გადაცემები. გარდა ჩემი მოღვაწეობისა, ესე იგი, ჩემ თავზე ვლაპარაკობ მარტო, რომ მე ვცდილობდი, ჩემი ცდილობაზეა აქ, ჩემ ცდილობაზეა ლაპარაკი. მარტო მე ჩემ თავზე არ მიფიქრია, ვეძებდი, რა თქმა უნდა, მოკავშირეებს და აი შემხვდა 2-3 გაზეთი. მაგალითად ეს რა გაზეთი არის? ახალგაზრდა ივერიელი 6 მარტი 1993 წელი. ეს არის სათაურით, როგორ არის სათაური? ურემი რომ გადაბრუნდება, უნდა გადმოაბრუნო. შესავალს ეს ქუდს წავიკითხავ. შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის ხსნის კომიტეტი. 2 მარტს თბილისის ჟურნალისტის სახლში შედგა საქართველოს რესპუბლიკის ხსნის კომიტეტის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია თემაზე საქართველო-რუსეთის ყოვლის მომცველი ხელშეკრულება, ისტორია, დღევანდელობა და საქართველოს მომავალი. პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ ხსნის კომიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციები. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია ზაქარია ჯონი ლაშქარაშვილი, საქართველოს მოქალაქეთა ლიგა ვაჟა მთავრიშვილი, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია მიხეილ ქურდიანი. კითხვა-პასუხები არის, ჟურნალისტის მოსაზრება, კითხვას აცნობს თუ რის გამო შევიკრიბეთ და ასე შემდეგ. ერთი ასეთი კითხვა არის. თქვენ სამი პარტიის მიერ ცალკე გამართული პრესკონფერენცია ხომ არ მოასწავებს ბზარის გაჩენას ეროვნულ მოძრაობის სათათბიროში? ან და სულაც თქვენს გამოსვლას ამ სათათბიროდან? მიხეილ ქურდიანი პასუხობს. რა თქმა უნდა, არა. ჩვენი 2 ორგანიზაცია, საქართველოს მოქალაქეთა ლიგა და საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია ძველებურად რჩება სათათბიროში. უფრო რადიკალურ პოზიციაზე დგას ბატონი ჯონი ლაშქარაშვილი, რომელმაც სათათბიროს რიგ წევრებთან აზრთა შეუთანხმებლობის გამო დატოვა სათათბირო. რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხებზე თავს იკავებდნენ და ედუარდ შევარდნაძის რუსეთთან დამოკიდებულებას სამართლებდნენ, მე მათთან არ გავჩერდი და უარი ვთქვი. და ამიტომ ეროვნული მოძრაობის სათათბიროში ცოტა ხნის ყოფნის შემდეგ დავტოვე იგი და გამოვედი. მეორე იგივე ამ პრესკონფერენციის და დამფუძნებელი სამი პარტიის პრესკონფერენციის შესახებ ეს არის გაზეთი ივერია ექსპრესი. ნომერია 5 მარტი 1993 წელი. აქ სათაური არის ასეთი. ერთი მგლისკენ, ერთი თხისკენ.
აქაც იგივე გამეორებაა, რომ ორმა თბილისში ჟურნალისტ სახლში რესპუბლიკის ხნის კომიტეტმა მოაწყო პრესკონფერენცია თემაზე და ასე შემდეგ. არის რაც გარდაცვლილი, რაც განსვენებული მიხეილ ქურდიანის გამოსვლა ერთმა აცხონოს, ერთმა სასופველი დაუკვიდროს, ვაჟა მთავრიშვილის ასევე და შემდეგ ჩემი სადაც ვამბობ. აუცილებელია აღდგეს ყველა ის ნიშანთვისება, რაც საქართველოს 1918-21 წლებში გააჩნდა და მხოლოდ მაშინ შეიძლება ხელშეკრულებაზე ფიქრი. თქვა სეგოს თავმჯდომარემ ბატონმა ჯონი ლაშქარაშვილმა. ესენია საქართველოს მოქალაქეობა, ერთიანი არმია, სახელმწიფო ენა და ასე შემდეგ. ჩვენ მხოლოდ ბოლო დღეებში შევიტყვით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არსებობს ორ ენაზე, ქართულად და რუსულად, თუმცა ქართული ტექსტი თვალით არ გვინახავს. რუსული ვარიანტით ძლივს მოვიძიეთ. როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას ჩხილებში წერია ჩხილი გაიხსნა, მე ძალაუფლებას ვუწოდებ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რადგან იგი სამხედრო გადატრიალებით მოვიდა. ჩხილი დაიხურა. არ უნდა 1918-21 წლების საქართველოს ნიშან-თვისებების აღდგენა. ფიქრობ, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს არ ქონდა არც მორალური და არც ზნეობრივი უფლება ჩამოსულიყო საქართველოში და ძალაუფლებას ჩასდგომოდა სათავეში. რადგან იგი პრორუსული მიმართულების პირია და მიდის კიდეც ამ გზით. ხალხის უკიდურესი გაჭირვება, ქვეყანაში გამეფებული ანარქია და ქაოსი გარკვეულ ძალებს ხელს აძლევს, რადგან ასეთ პირობებში ადვილია ქვეყნის მართვა, ვიდრე სტაბილურ დაწყნარებულ ქვეყანაში. ჩვენ ლენინის ძეგლისაგან გავანთავისუფლეთ მოედანი და თავისუფლების უწოდეთ, თორემ ნამდვილ თავისუფლებამდე აუცილებლად უნდა ავუქციოთ მხარი რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგს. მიხეილ ქურდიანმა, ვაჟა მთავრიშვილმა და ჯონი ლაშქარაშვილმა უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს. ეხლა ეს არის კიდე სხვა გაზეთები, მაგრამ როგორც ვთქვი, უკვე ნამეტანი იქნება, ალბათ გადაიტვირთება ჩემი ეს ბლოგი და შეიძლება უინტერესოს გახდეს. აი, უფრო იმას ვეძებ, რომ ჩემი რაც მქონდა პოზიცია, ის დავაფიქსირო, ის გავიხსენო, გაზეთებს ვიშველიებ, მოწმეების სახით და შემდგომში რომ გამიადვილდეს იმის თქმა, რომ რასაც დღეს ვიძახდი, იმას ვიძახდი ყოველთვის და აი ამ საქართველოს სახელმწიფოებრივი ნიშან-თვისებების ვახსენებ აგერ, რომ არასდროს არ გადამიხვევია და სულ ყოველთვის ერთი და იგივე პოზიციაზე და გზაზე ვიდექი. ეხლა იტყვით, რომ პოლიტიკა და პოლიტიკა, ეს პოლიტიკა, ასახსენელია ჯერ ერთი რა არის პოლიტიკა. ახალ ვახსენე, ბარემ ვიტყვი, ერთ-ორ წუთში ალბათ ჩავეტევი. მე პოლიტიკოსი ვერ გავხდი, რატომ? რადგან პოლიტიკაში ვერ მოვედი. ჯერ სიტყვა პოლიტიკის ეტიმოლოგიას შევეხები, რომ უფრო რასაც ვიტყვი, გასაგები იყოს. სიტყვა პოლიტიკა ძველი ბერძნული სიტყვიდან მოდის პოლიტიკოს და მას შემდეგი ახსნა-განმარტება აქვს. პოლიტიკოსი ერქვა იმ ძველ საბერძნეთში
ადამიანს თუ ადამიანებს, რომლებიც აი დასახლებულ რეგიონში, დასახლებულ თუნდაც აი ვთქვათ, სოფელში, ქალაქში, ბერძნულად პოლისი ვთქვათ, პოლისს ეძახდნენ ისინი, რომლებიც ეწეოდნენ ორგანიზაციულ საქმეს, რომლებიც მართავდნენ. ესე იგი, ქალაქის ორგანიზებას უკეთებდნენ აი ამ თავის საქმიანობით და ქალაქი ამდენად იმართებოდა პოლიტიკოსით. ანუ თუნდაც პატარა სოფლის მმართველს, რომელიც იმ სოფლის ორგანიზაციას ახდენდა, მმართველობას ახდენდა, აი მმართველს ამ პოლისის, ქალაქის, ან იმ რეგიონის მმართველს ეძახდნენ პოლიტიკოსს. ამდენად მე არც სოფლის, არც ქალაქის, არც რეგიონის, არც ქვეყნის მმართველი არ გამხდარვარ. ჩემს ცხოვრებაში, ჩემს დაქვემდებარებაში, ასე ვთქვათ, აი ხელფასიანი სამსახურის პირობებში 2-3 კაცი არ იყო ჩემს ხელქვეით და არ მართავდი, არც ერთ სულ პატარა რგოლსაც არ მართავდი. ამდენად მე პოლიტიკოსი არ ვარ. რაც შეეხება ჩემს ბჭყალებში აღნიშნოთ პოლიტიკოსობას, ეს არის ეროვნული საქმიანობა, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვა, აი ადამიანის უფლებების დაცვას რომ ხშირად ახსენებენ, მე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის, რა დავირქვა ალბათ, სურველი ვთქვათ, ერთ-ერთი მოქალაქე. აი ესა ვარ. თუ ამას შეიძლება ეწოდოს პოლიტიკოსი. ხო, გარდა პოლიტიკოსობისა, ეხლა მე სხვა რამეებიც ვიცდილე, ვთქვათ, სწორედ იმ დროს პარალელურად, რომ ხედავდი, რომ ეს პოლიტიკა მე არ გამოვდიოდა, საზოგადოებრივ საქმიანობიდანაც მინდოდა რაღაცა 8 წლის შემეტანა ქვეყნის რაღაც წინსვლაში თუ რა დავარქვა. აი, რამდენიმე გაზეთი არის, მაგრამ ერთ გაზეთს ავიღებ აგერ. აქ არის აგერ ინფორმაცია, საით მოვიტანე ეს, ჩანს თუ არა ვერ ხედავდი. ციცილსაც ვერ ხედავ. აი ეს ინფორმაცია არის, რომელიც მე მიკავშირდება და შეეხება სწორედ საზოგადოებრივ საქმიანობას. წავიკითხავ, ძალიან მოკლე არის. თბილისი აკაშა ქრონიკა წერია, რა ვიცი მე ეს შაყირია თუ მართლა არსებობდა ასეთი ქრონიკა, არ ვიცი, აღარ მახსოვს. ფრანკოფონური საზოგადოება თბილისში. საქართველოს ფრანკოფონური საზოგადოება თბილისში დაარსდა 1993 წელს. დამაარსებელი და პრეზიდენტია ზაქარია ლაშქარაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში მუშაობს. საზოგადოებას თავისი წარმომადგენელი ჰყავს პარიზში სვეტლანა მელინანი და აფრიკაში ნანა მირაშვილი. ფრანკოფონური საზოგადოების წევრები შეხვდნენ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. აი ეს საზოგადოებრივი წამოწყებას ჰქონდა. რას ითვალისწინებდა ეს?
რომ მეორე, ესე იგი, საზოგადოებრივი პარალელურად გავაკეთე, რომ საქართველოს რეგიონები, რაიონები დამეკავშირებინა და მაშინ და ეხლაც არის ხდება ასეთი, მას ქვია დამეგობრება თუ დაძმობილება, დამეახლოებინა და ურთიერთთანამშრომლობის ნიადაგზე, გამოცდილება და რაღაცა მოვიდოდა და ეს იქნება საქართველოსთვის რამე სასიკეთო ყოფილიყო. შევადგინე კიდევაც პროექტი, რომელ ქალაქისთვის დამეძმობილებინა, დამეახლოებინა, ან რაიონისთვის, რეგიონისთვის, რუკაც შევადგინე ამისთვის, დაუკავშირდი იმ დროს გუბერნატორები ერქვათ, გუბერნატორებს, რაიონის ხელმძღვანელებს, გავაცანი ეს გეგმა, სხვათა შორის მთავრობის დონეზეც, რომლებმაც თქვენს რომ კაია, ყველა მოიწონა ეს იდეა და ვითანმშრომლო და გავნაგრძოთ, ვიყავი ქუთაისში, მის მერე რაც იმერეთის გუბერნატორს თემურ შაშიაშვილს შევხვდი, მან დაავალა კულტურის რაღაც განყოფილება იყო, კულტურის განყოფილების გამგეს თუ ხელმძღვანელს ეს, ვიყავი ბათუმში ჩასული კულტურის ასევე განყოფილების უფროს ვესაუბრე, არაფერი გამოვიდა მაინდა-მაინც, ყველაზე სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, ყველაზე უგეთესად აღიქვა ეს ჩემი შეთავაზებული გეგმა კახეთის გუბერნატორმა, მაშინ ლევან თედიაშვილი იყო, აუხსენი როგორ იყო, რა იყო, ვანახე ეს გეგმა, რომ კახეთის რეგიონი დამეკავშირებინა საფრანგეთის აკვიტენის რეგიონისთვის, თქვათ, გურჯაანი და ბორდო გახდებოდნენ დაძმობილებული ქალაქები და თანამშრომლობა დახაზული იყო ასე პატარა გეგმა, მით უმეტეს კახეთი მეღვინეობის მხარე იყო, აი ამ კუთხით და არა მარტო მეღვინეობის სხვა და წამიყვანა სამზონაში იყო მის მიერ, მის ინიციატივით გახსნილი კახეთის სახლი ერქვა ასე. შემხვდა რამდენჯერმე ლევან თედიაშვილი, მოიწონა ეს გეგმა და მითხრა ბოლოს მერე, რომ გურჯაანის რაიონის გამგებელს დაუკავშირდა, გააცნო ჩემი თავი, გვალაპარაკა ტელეფონით და აიო თქვენ მოაწვეთ ეს საქმეო და მიიყვანეთ ბოლომდეო და მერეო მე როცა ეს ბოლომდე მივაო, მე მივხედავ ამას. მე უკან არ დამიხევია, დაუკავშირდი ერთხელ რომ შევხვდეთ თუ რა იყო და სამწუხაროდ გურჯაანის რაიონის მაშინდელმა გამგებელმა მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა და მოგვიანებით დამირეკეო, რომ დაურეკე, თქვა 2-3 კვირის მერე მითხრა, რომ ბარემ 40 ჩაივლის და მერეო და 40 რომ ჩაიარა და კიდე დაურეკე და რაღაც საქმეები გამოუჩნდა და მე უკვე ძალიან ისე ვიყავი, რომ აღარ მქონდა უკვე ამ ხალხის იმედი, ასევე პარლამენტიდან განთავისუფლებული ვიყავი, სამსახურიც არ მქონდა,
ეკონომიურად ძალიან გამიჭირდა და ვიტყვი კიდევ სროლებში მოვყევი, გადავრჩი, ხო და საზოგადოებრივი საქმიანობაც პარალელურად გარდა ამისა პარლამენტში იყო რეგიონული მოწყობის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი შინგელაია, მასთან ჰქონდა ურთიერთობა, შევთავაზე საქართველოს რეგიონების მოწყობის გეგმა, მან ის მოიწონა, ბატონო, კარგია, ყველაფერი ჩამოწერილი მივაწოდე, აუხსენი გათვალისწინებით მოსახლეობის დამიხედვით, ტერიტორიის ფართობის მიხედვით, იყო აქ ეკონომიური, ეკოლოგიური და რაც იყო საჭირო ამ რეგიონების დაყოფა მოწყობისთვის. მაგრამ დაახლოებით კი მოხდა ასეთი რამე, მაგრამ რასაც თავაზობდი, იგი ალბათ უარყოფილი იყო. ეს გარდა პოლიტიკისა, საზოგადოებრივ საქმესაც ვეწეოდი და ჩემს მოსაზრებებს ვთავაზობდი პარლამენტში თუ მთავრობაში მოღვაწე ადამიანებს. ეხლა რაც შეეხება აი ამ შევარდნაძის პერიოდში მოღვაწეობას, ეხლა ყველაზე მთავარი. მე წავიკითხე აგერ ჯერ მარტო სულ არაფერი. სათაურები ეს გაზეთები სად არის ახლა ხო. აგერ ეხლა წავიკითხეთ ეს. აი ეს ჯონი ლაშქარაშვილს ედუარდ შევარდნაძის ადგილის დაკავება სურს. აგერ მეორე გაზეთი. პრეზიდენტობის მაძიებლები. ეს კიდევ ხელისუფლებაზე უარს არ ვიტყვი. და არის კიდე აგერ გაჩვენეთ წეღან არის მსგავსი სათაურებიც და ამონარიდებით წაგიკითხეთ და არ ვიცი ერთ-ერთ ჩემს წინა გადაცემაში თქვით თუ არა და გავიმეორებ. როდესაც შევარდნაძემ თქვა, რომ ერთ-ერთ პარლამენტის ხდომაზე გაბრაზდა თუ შესაშინებლად უნდოდა ეს და თქვა, რომ მე აღარ მინდა და გადავდექი. მორჩა, გადავდექი და გადავდექიო და წავიდა. ატყდა პარლამენტში ერთი ამბავი, მისი მომხრეები ძალიან შეწუხებულები იყვნენ. მე ალბათ გახსოვთ ირინა სარიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ცალკე ბლოკმა მშვიდობამ ხალხი მიიყვანეს, სად გაუკეთეს ასეთი ორგანიზება, კაცო? ეს იმელის შენობის წინ რუსთაველის პროსპექტი გაავსეს, ხო და ქართველი ხალხი დააჩუქეს შევარდნაძის წინ, ეხვეწნენ ემუდარეს, ახვეწინეს და ამუდარეს, რომ არ გადამდგარიყო, ხო და
ხალხი კიდევ იმ პარლამენტის შენობაში მიიწევდა. მე იქ ვიყავი იმ შენობაში და მახსოვს ეს ოპოზიცია რუსიკო ბერიძის კაბინეტში შეიკრიბა თუ რა ხდებოდა და მე შევედი და მაშინ მითხრეს აი შენ რამდენჯერ დაწერე და ყოველთვის იცახი რომ ედუარდ შევარდნაძის შეცვლა გინდაო აგერ შეცვალეო და მე უთხარი რომ მექანიზმი მონახეთ და მე თანახმა ვარ. ხო და მექანიზმი ახლა მე დეპუტატი არ ვიყავი, თორე შეიძლებოდა შევარდნაძე რო თქვა მე აღარ მინდა იმ პარლამენტს იქვე მაშინვე იმ დღესვე შეეძლო წამოეყენებინა რომელიმე დეპუტატის კანდიდატურა სახელმწიფო მეთაურის პოსტზე კენჭი ეყარა, ხმა მიეცა და ვიღაცა იქნებოდა ედუარდ შევარდნაძის ადგილზე სახელმწიფოს მეთაური. იქ მყოფმა არც ერთმა დეპუტატმა არ თქვა რომ მე ვიქნები, რადგან ის გადადგა. ამდენად აი ეს პარლამენტი თავისი ყველა დეპუტატით იყო ამორფული. მე ვიტყოდი ბრძოლის უნარიანობა არ ქონდათ და ფაქტიურად შევარდნაძის აი ყურმოჭრელი მონები იყვნენ. აი ასეთი პარლამენტი ყავდა შევარდნაძის. ოპოზიცია ყავდა, ალბათ აი ბლოკი მშვიდობა იყო გარნერი და ეს ძალიან მცირე ნაწილი ოპოზიცია ალბათ აი სოუსივით რომ რაღაცა შეხედულების ყოფილიყო პარლამენტი ალბათ იმის გამო და ამის გამო ალბათ რომ აი დემოკრატია ჩვენ ქვეყანაში რომ აი დიქტატურა არ არის და ოპოზიცია არის და აი იმ ოპოზიციას შევარდნაძე ხელფას უხდიდა რა თქმა უნდა და ხელფას რა შეუხდიდა რომ ხანდახან გამოსულიყვნენ და ეყვირათ წინააღმდეგობა გაეწიათ და ბოლოს მაინც ის გადიოდა პარლამენტში, რასაც შევარდნაძე და მისი მომხრეები იტყოდნენ. აღსანიშნავია რომ რუსეთის ჯარის 25 წლიანი ყოფნა დაუმტკიცეს, შემდეგ საქართველოს SNG-ში გააწევრიანეს და სხვა რა უნდა ელაპარაკო რუსეთთან მიმართებაში, აფხაზეთი ჩააბარეს, შევარდნაძე ცხინვალის რეგიონს და მისი დეპუტატები სამხრეთ ოსეთს ეძახდნენ. აი ეს ტერმინი დაამკვიდრეს, აღარ გავნაგზობ. აი ესეთი სიტუაცია იყო მოკლედ და მე ვთავაზობდი რომ თქვენ მოიგონეთ ეს როგორ შეიძლება ესე იგი და მე თანახმა ვარ მეთქი. არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ უმრავლესობასაც. ხო და არ გამოვიდა მოკლედ ეს. ხო, აქვე მინდა აღნიშნო რომ აი მაშინ შევარდნაძემ რო თქვა რომ გადავდგებიო, მან არ იცოდა თურმე რომ შემდეგ ვახტანგ გოგუაძეს უთქვია რომ ბატონო ედუარდო თქვენო აღარ ახართო სახელმწიფოს მეთაურიო და კი მაგრამ როგორო კენჭი ხო უნდა უყაროთო და არა ბატონო სიტყვიერი განცხადება საჭირო ამისთვის და თქვენ უკვე გააკეთეთ სიტყვიერი განცხადებაო და თქვენო აღარ ახართ სახელმწიფოს მეთაურიო. კაი კაცო რა საბუქო ვიხუმრეო. რას ქვია იხუმრეო კაცო აღარ ახარო.
ნუ ამის მერე ახლა იმ უმრავლესობამ თხოვა, მერე ეს რა ქვია, როგორც ვთქვი, ხალხი შეყარეს, ათხოვნინეს, იქ კათოლიკოს პატრიარქი მიიყვანეს. მოკლედ ჩარიეს მთელი ეს თავისი ედუარდ შევარდნაძის ნაცნობობა და დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე, ჩავიდა იქ სხდომათა დარბაზში და კარგიო, მეო გადავიფიქრეო და დავრჩებიო, ვიქნებიო. პროცედურა იყო დარღვეული წესით. შევარდნაძის კანდიდატურა უნდა წამოეყენებინათ ხელახლა. არ ვიცი, მე მგონია პროცედურა როგორი იყო, მგონია მაგას გადადგომიდან რაღაცა დრო ჭირდებოდა, რომ ხელახლა წამოეყენებინა და თუნდაც არ ჭირებოდა, უნდა წამოეყენებინა ვიღაცას კანდიდატურა. შევარდნაძის თანხმობა იყო ამისთვის საჭირო და პარლამენტს უნდა ეყარა კენჭი და ხელახლა დაემტკიცებინა. მაგრამ ეს არ მოხდა. და ფაქტიურად აი იმ დღიდან სანამ 1995 წელს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა და შევარდნაძე პრეზიდენტად აარჩევიეს ხალხს, მოტყუებით, იძულებით, რა მნიშვნელობა აქვს. ასე ხდება დღემდე საქართველოში და აი მანამდე შევარდნაძე არ იყო ლეგიტიმური საქართველოს ხელმძღვანელი ან როგორც მას ერქვა სახელმწიფოს მეთაური. იგი გადამდგარი იყო და ფაქტიურად აი ეს გადამდგარი ადამიანი მართავდა ქვეყანას. რაც იმის მომხრეები, რა თქმა უნდა, მისი მომხრეები არ იტყოდნენ, რაც ოპოზიციას დაუფიქსირებია, მე მგონია ეს. უბრალოდ ყურადღება არ მიაქციეს იმის გამო, რომ ამ პროცედურას მაინც ჩაატარებდნენ, გაიტანდნენ და თავი აღარ შეიწუხეს. 1995 წელში ოქტომბრის თვე იყო, მგონია არჩევნები დანიშნეს, რომ შევარდნაძე ახალი რანგით, ანუ საქართველოს პრეზიდენტად აერჩიათ. ანუ სახელმწიფოს მეთაური კი აღარ იქნებოდა. იქნებოდა უკვე ერქმეოდა პრეზიდენტი. აი ამ დროს მე არაერთხელ უკვე ნათქვამი მქონდა პრესაშიც, იქ ყველა თითქმის პარტიებმა იცოდნენ, თუნდაც ბლოკმა მშვიდობა მიცოდა. პარლამენტში, სადაც მე მუშაობდი, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო გიგა ლორთქიფანიძე. მანაც იცოდა, რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა წაკითხული და რამდენჯერ შემეკითხებოდა, რა შრები შევარდნაძეს არ ცვლიოდა. სწორედ იმ დღესაც გიგა ლორთქიფანიძე მე მახსოვს, ტრიბუნაზე იდგა და თავის ამ ჯოხს ხელში ეჭირა, ესე ხელში ეჭირა, ეს ტროსტი და ისე იქნებდა და ვის უქნებდა, გამწარებული იყო, შევარდნაძე გადადგა. ხო და მეორე დღე იყო, თუ რაღაცა იყო, კომისიის ოთახში შემოვიდა და ცოტა დაწყნარებული იყო მაშინ და იქ დამხვდა და შეუმხედა. ბიჭო, სად იყავიო, გუშინო, თუ გუშინწონო, რომელი დღე იყო, შევარდნაძე რო გაიგიო, კი, იქ ვიყავი მეთქი და მე დაგინახე მეთქი, ჯოხს რო იქნებდი მეთქი, კაცო. აი, მაშინ გეთქვა მეთქი და ხო, შენ კაცო, შენ არ ხუმრობ, შენ მე მგონი მართლა გინდაო. კი, მეთქი. ხო და არ ხუმრობდი, აი თუნდაც იმ ბლოკი მშვიდობიდან შევარდნაძის მომხრეებმაც იცოდნენ, გარდა ოპოზიციისა და 1995 წლის ოქტომბერში დანიშნული არჩევნებისათვის
მე ვამბობდი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ვიყო მეთქი. ამის შესახებ ჩემი პარტია ფაქტიურად ისევ არალეგალურ მდგომარეობაში იყო. იათაქვეშეთში ნეფსით უნებლიეთ ფინანსიური და ხელისუფლებიდან ზეწოლის გამო და ყველაზე ახლოს და ვისთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა და ყოველდღიური ურთიერთობა ეს იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. აი რო იტყვიან ხოლმე თავიდან დაარსების დღიდან მისი ჯერ პოლიტიკური ორგანიზაციაც არ იყო გადაკეთებული, არ იყო პოლიტიკური ორგანიზაცია, იყო საზოგადოებრივი საწყისებზე მყოფ ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ვიყავი, ხოლო შემდეგ აი უკვე პოლიტიკაში რო ჩაერთო და პოლიტიკური პარტიად გადაკეთდა, მასთან მქონდა ურთიერთობა და ვინაიდან ჯერ კიდევ აი რო იტყვიან ხოლმე გაქანებული იყო და ჯერ ისევ გაქანებული აი მერაბ კოსტავას მიერ, ზურაბ ჭავჭავაძის მიერ, ვოვა ვეკუას მიერ და სხვა აქტიური ეროვნული მოძრაობის წევრების გამო იყო ქმედი თუ უნარიანი. ამ საზოგადოებიდან ვაპირებდი პრეზიდენტობის კანდიდატად მეყარა კენჭი. 45 წუთს გადავაცილე, 47 წუთია. აი აქ შევაჩერებ საუბარს და გავნაგრძობ საუბარს 1995 წლის ოქტომბრის არჩევნების შესახებ, სადაც მინდოდა ედუარდ შევარდნაძისადმი დაპირისპირება და გავნაგრძობ ამ საუბრით. მადლობთ ყურადღებისათვის და გიახლებით.